თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 21 დეკემბერს საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. დაზარალებული 37 ოჯახი თბილისის მერიამ ხირი დროებით უზრუნველყო. დედაქალაქის მერიის ინიციატივით სატანთა შენობის რეაბილიტაცია მერიამ ბინების სარემონტოდ თითო ოჯახს 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე 250 ლარი გამოუყო. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს მშენებლობა დაათვალიერა. სექტემბერში უკვე დასრულდება სამუშაოები. რამდენიმე გვაქვს ჩვენ ასეთი ობიექტი თბილისში, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. შეიძლება ფორმალურად მერიის ვალდებულება ესე პირდაპირ მნიშვნელობით არ არის ასე დროს მოხდება, მაგრამ ასე დროს სტიქიასთან ბრძოლაში ჩემი აზრით არც ერთ მოუწდება არ უნდა დატოვოს არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე. მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, ანუ ფაქტურად ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო მოსახლეობას არა მარტო პირველადი დახმარება აუწიოს, არამედ მათი პრობლემები საბოლოოდ მოაგვაროს და 77 ოჯახის საცხოვრებლის პრობლემები უახლოეს 2 თვეში ძალიან მოგვარდა. გამგეობა მერიამ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. მე მგონია ესეთი რამ არ მოხდარა, რაც ჩვენ უდიდესი მადლობელი ვართ მერიის გამგეობის